მოკლედ სტუდენტობის პერიოდში მომწონდა ერთი ბიჭი ძალიან რა. და იცი რა მემართებოდა? ამ ბიჭს რო ხედავდი, ვერც მეტყველებდი. ვაიმე, ვიცი ეგ ისტორია, მე მაგის ძმამ რო ჩააყენა ნომერი თუ რაღაცა იმას ყვები. არა. ვერც მეტყველებდი, ვერც მოძრაობდი. ვერც ვერაფერს ვეშვებოდი რა და ეს ბიჭს მეპრანჭებოდა. მანქანა მყავს და იმ პერიოდში იყო ძალიან ისეთი იშვიათობა, რომ სტუდენტს მანქანა ყავდა და შემდა ბედად ეს ბიჭი გადმოვიდა და შემხვდა. მეუთხარი სად მიდიხარ? სადღაც თავისუფლებაზე ჩამოვალ თუ რაღაც და მეუთხარი მე დაქტოვებ ეხლა ვეთქო და ისევ ღელავდი რომ ხო ვერ მეტყველე ესე ვარ და შევედი კაფეში რომ გავისწოროთ მა მოწესრიგდი ხო ყველაფერი კარგად არის და გამოვდივარ და რო გამოვდივარ ხო და ამ ბიჭს ვთხარი რომ მანქანასთან დამელოდე მე ახლა გამოვა და რო გამოვდივარ ეს როგორ მიყურებს იცი რომ ვაუ რა ვიფიქრე რომ ესეთი რა მოვწესრიგდი აი ესეთი რა წავისთვის სახეზე რომ ბიჭი გამოშტერებული მიყურებს რა და მეც მოვდივარ და აი ესე ვაკეთებ რა რომ აბა რა ძლივს არ დამინახე და შემამჩნიე და უცბად აი ფეხი წამერთვა რა ნაბიჯს ვეღარ დგავ და ვეხვდები რა ხდება ალბათ ნერვიულობ მეორე ნაბიჯიც გადაადგი ჩემთვისეულები აბა ეხლა თამამა თუ რაღაც და დავიხედე ქვევით და ქვედა ბოლო ჩამძვრა თურმე ტიტველი მოვდივარ ანუ ტრუსიკი სამარ და არა მეცვა კოლგოტი მაგრამ კიდევ კარგი გზევიდან ესეთი გრძელი პალტო მეცოდა ნუ რა უნდა არ შევიმჩნიე ფეხი გადავაბიჯე ავიღეს დავკეთე ეს ქვედა ბოლო რა გამეკეთებდი ჯიპეში ჩავიდე დავჭიქი მანქანაში და მიყურებს რა ხდება